კრემლი თბილისსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ გაავრცელა. მაშინ ახსენებია ნატოს საქართველოს თანამშრომლობას, რომელიც საგარეო უწყების შეფასებით უსაფრთხოების რისკებს კიდევ უფრო ზრდის. განცხადებაში ლავროვის უწყება საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის გავლებისა და ამ მიმართულებით სამუშაოების დაწყების აუცილებლობაზეც საუბრობს. რუსულმა მხარემ დაჟინებული მოწოდებით მიმართა მხარეებს მიღებულ იქნას პრაქტიკული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მტკიცე უსაფრთხოებას. საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავებაზე. რუსეთისა და მისი მოკავშირეების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ შეთავაზებული ნაბიჯების აქტუალობა იზრდება ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაფართოების ფონზე, მათ შორის ამ აგრესიული ალიანსის მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებით. მანამდე კი ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა განაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის. სამხრეთ კავკასიის რეგიონში გარკვეული სტატუს-კვო ჩამოყალიბდა და ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს, რომ ეს გაითვალისწინონ. ჩვენ აღნიშნულ საკითხს აბსოლუტურად არგუმენტირებულად ვაყენებთ. აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ორი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, რომლებიც საქართველოს მეზობლები არიან. ამ რეალობის გათვალისწინება ყველას მოუწევს. ზუსტად ეს პოზიცია აქვს რუსეთსაც. როგორია თბილისის პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკმაოდ ვრცელი განცხადება გაავრცელა ჟენევის დისკუსიებზე, მასში არც ერთი პუნქტი არ ეხება რუსეთის საგარეოს მიერ წამოყენებულ საკითხებს. ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ეგრეთ წოდებული შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო. აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ეგრეთ წოდებული შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია. ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარების და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი. რატომ გააქტიურდა მოსკოვი? თუ თბილისი ასეთ დოკუმენტს ხელს მოაწერს სოხუმსა და ცხინვალთან, მოსკოვი ამას საერთაშორისო სამართლებრივ ჭრილში წარმოაჩენს, როგორც საქართველოს მხრიდან ამ რეგიონების, როგორც ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარებას. რუსეთი ამტკიცებს, რომ თავად კონფლიქტის მხარი არ არის, არამედ მხოლოდ მედიატორია. ხელშეკრულების გაფორმებით მოსკოვს სურს აჩვენოს, რომ დაპირისპირება მხოლოდ თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის არსებობს.